შეჩერდი. არ ესროლოთ. შემოუშვით. მომისმინე ავღანელო. აქაურობას გადავწვა. არ ხუმრო. გადაწვი. ჩეტო სად არის? მე გაგაფრთხილე. გითხარი რომ შენთვის გასაგებ ენაზე დაგელაპარაკებოდი. მაგრამ არ მომისმინე. ახლა მაინც მომისმენ? რა გინდა? მე რეშიდ ჰაზლულაჰი მქვია. ავღანელი ვარ. კლანის ერთ-ერთი უფროსი. ჩვენს ქვეყანაში იშვიათად ჩამოვდივარ. ძირითადად სამშობლოში ვარ. თურქეთში რაღაც საქმე გამომიჩნდა და ამიტომ ჩამოვედი. ძალიან მოვიწყინე. თუ კიდევ დიდხანს ვიდგებით აქ მოწყენილობისგან გავგიჟდები. თუ გინდა წადი, ძალით არავინ გაჩერებს. ეგ არც მიფიქრია. არც მე მიფიქრია, რომ მთელი არმია დაგხვდებოდა. ქემალ. ძმაო, ძალიან ბევრნი არიან, გამუდმებით ვიღაც მოდის და მიდის, სათვალავი ამერია. როცა შორიდან უყურებ, გონია რომ არაფერი გამოგივა, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდები, სისუსტეს გამოავლენენ და მოერევი. ყოველთვის ასე ხდება. არ მეთანხმები მედად? შეთანხმები ძმაო. როცა შორიდან გიყურებენ, ფიქრობენ რომ ვერ მოგერევიანი ამაჩი. ასე გონია? მაშინ მოდი და ახლოდან შემომხედე. მოდი მეთქი. მოდი. კარგი, დამშვიდი. ახლოდანაც იფიქრობენ რომ ვერ მოგერევიან. ძმაო. გონი რაც ეღავ თქვი არასწორია. ყურადღებას ნუ მიაქცევ მედად. უბრალოდ ვცდილობ შენზე შთაბეჭდილება მოახდინოს. წამომყევი ამაჩი. წავალ და ახლოდან შევხედავთ. ხელში არ ჩაუვარდეთ და ეცადეთ მალე დაბრუნდეთ. არ დაგავიწყდეს რომ უფროსი ძმა გყავს და აქ მის გადასარჩენად მოვედით. ჩვენს უფროს ძმას იმ ავღანელისთვის თავი რომ არ გაეხვრიტა, ახლა აქ არ ვიქნებოდით. ვთხოვე არ ესროლა, მაგრამ არ დამიჯერა. ვერ ხვდები რატომ მოკლა. რეშიც ძმისშვილს და ფულს დაუბრუნებდით და ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.
მეგობარო, მან ხარ? მომისმინე რაღაცას გეტყვი. აშკარაა რომ ეს ხალხი აქაური არ არის. ჩაიც კი სხვანაირი აქვს. საშინელი სუნი ასდის. მათი პური თითქოს ჩვენს პურს გავს, მაგრამ სპეციფიკური გემო აქვს. მაშინ საინტერესოა აქ რას აკეთებენ. ამას ჯერ ვერ მივხვდი. ასეთი მამაცები როგორ არიან ძმაო? ჩემნაირი კაცის კი გააოცეს. ამ ხალხს მგონი არაფრის ეშინია. უცხო ქვეყანაში ჩამოდიან და ხალხს ედაცებენ. ამას მეც კი ვერ გავბედავდი. იმედია გასაგება დაგიხსენი ძმაო. მართალი ხარ. პირადად მე ჯერ სიტუაციას შევისწავლიდი. გავარკვევდი ვისი გატაცება შეიძლება და ვისი არა. ვისთან შეიძლება საქმის დაჭერა და ვისთან არა. ხო? ყველაფერში გეთანხმები. მე ზუსტად ამის თქმა მინდოდა, მაგრამ გაფრთხილებ. სანამ სამაგიეროს არ გადავუხდი, ვერ მოვისვენებ. მოკლედ, შეგიძლია მშვიდად იყო. მეც ისეთივე გადარეული ვარ, როგორიც ისინი. მათ უფლებას არ მივცემ, თუნდაც თმის ერთი ღერი ჩამოგვარდეს. არაფერზე ინერვიულო. მელოდი ვარ, მეზობელო. არც თმა მაქვს, არც პრობლემები. ნუ ნერვიულობ. აქ საჩაგვურთო კლუბიდან კი არ მომიყვანეს. კარგი, მშვენიერია. რამე იდეა ხომ არ გაქვს? გინდა რომ კიდევ დიდხანს იკოტრიალო აქ. ყველაფერი უნდა ავწონო. კარგად, ძალიან კარგად უნდა დავფიქრდე და გადაწყვეტილებას ისე მივიღებ. კარგი, როგორც გინდა. შენენება. ამ მდგომარეობამდე ვინ მიიყვანა? ძმაო, რა მნიშვნელობა აქვს, გითხარი როგორ არის? როცა იპოვე, თუ გონოდ იყო? უგონოდ იყო. უგონოდ იყო, მაგრამ გამოვაფხიზდა. ახლა როგორ არის? გონს მოვიდა, მაგრამ თავი აქვს გადახილი. როგორც ჩანს, უგლიდან დაარტყეს. ვინ დაარტყა? ექიმო. ბატონო. მხოლოდ ის გითხარი, გამოჯამრთელდება თუ არა? საავადმყოფოში დავტოვებთ, ვუმკურნალებთ. პოლიციას უნდა შევატყობინო. რას ამბობ? ექიმო, ეს აუცილებელია? ასეთი წესია. აქ მოდი, იდიოტო. ძმაო, ხომ შევთანხმდით, რომ მანქანა მუსტაფასთვის უნდა მიგვეცა? შევთანხმდით. სახლში მომაკითხა. მითხრა ჯელასუნი მოვიდეს და მას დაველაპარაკებია. რა ქენით, ახალი არაფერია? ისეთი არაფერი. მივხვდით, რომ ამას რა სჭირს? ფიქრობს. კონტაქტი არ გამოდის. იმედია მალე დაგველაპარაკება. რას მიხვდით? მე არაფერს. მედათი მიხვდა. ის რომ არა მე ვერ მივხვდებოდი. მიდი უთხარი მედათ. გმადლობ ძმაო. მოკლედ მივხვდი რომ როცა მტერთან გვაქვს საქმე, პოლიციასთან ან სხვა მოწინააღმდეგესთან, უმეტეს შემთხვევაში მათგან გაქცევა და დამალვა გვიწევს. სანამ შენობაში შევალთ, ჯერ ყოველთვის გამოსასვლელს ვეძებთ. ყოველთვის თავს ვიზღებთ. გასაგებია? გასაგებია, მერე. იმ სახლის გარეთ, უკანა ეზოში, პატარა ქოხი დგას. მერე? ის ქოხი წესით იქ არ უნდა იდგეს.
რატომ? იქნები იმ კაცმა გარაჟი აიშენა. იქნები იმ ქოხში რამეს ინახავს, ხო? სხვა საქმე არ ქონდა და სახლთან ახლოს მეორე მიწის ნაკვეთიც იყიდა. მერე გარაჟი აიშენა და იქ რაღაცას ინახავს. შენი აზრით სულელია მეთინ? რა დაგემართა? ასე რატომ ბრაზობ მეგობარო, რა ხდება? მედად დამშვიდდი. ძმაო, როგორ დამშვიდე? ნერვები მომეშალა. კარგი, დამშვიდდი. იმის თქმა უნდა და რომ სავარაუდოდ ქოხიდან სახლამდე გვირაბია გათხრილი. ხო, მიწის ქვეშა გვირაბი, რომლის დახმარებითაც ქოხიდან სახლში შედიან. მერე სახლში შესვლა მოახერხეთ? გაიღვიძე, კარგად გამოიძინე, საუზმე ხომ არ მოგართვა? სალი შეკითხვაზე მიპასუხე. ვერ მოახერხეთ. არ გაინტერესებს სახლში რატომ ვერ შევედით? რატომ ვერ შეხვედით? დარაჯი. კართან ორი დარაჯი იდგა. არ გვინდოდა ვინმე შევემჩნიეთ. ძმაო, მოდი ჩვენ წავიდეთ და ვნახოთ. არა, მოგვიანებით. ჯერ სხვა საქმე გვაქვს. იმ კაცს ვერ ვიპოვით, ვისგანაც შარშან ქიმიური ნივთიერებები ვიყიდეთ. ღმერთო, ესე იგი ჩვენ მიგვატოვეთ და სხვისგან ყიდულობდით? გესმის ძმაო? ის ქიმიური ნივთიერებები თქვენ არ გქონდათ. თან გაცილებით იაფი იყო. ვიპოვით ძმაო. რა გჭირდება? ნატრიუმის ქლორიდი და ვერცხლის ნიტრატი. გასაგებია ძმაო? ვითომ რამე იცოდეს. ძმაო, ფურცელზე დაგვიწერეთ, წავალ და ვიშოვით. ამის გარეშე არაფერი გამოვა ძმაო? არა. სამწუხაროდ არ გამოვა. მამა ჩემი შვილო. ჩვენ რას დაგვავალებ? მე რეშით ფაზლულაჰი მქვია. ავღანელი ვარ. კლანის ერთ-ერთი უფროსი გახლავართ. მასთან მივდივართ. გამარჯობა ძმაო, როგორ ხარ? გემრიელად მიირთვი. ჯელასო, მოდი. მწვად შეჭამ? არა ძმაო, ღმერთმა შეგარგოს. გმადლობ. მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავალ. მოდი აქ. ჯელასო, ამგასმა გუშინ მითხრა რომ ჩემთვის ამა და ამ ფერისა და მოდელის მანქანა უნდა მოეყვანა. ფას მხოლოდ მყიდველებს უკლებ. ამიტომ უთხარი რომ ტყუილად ნუ შემევაჭრებოდა. ასეა ძმაო. მანქანის ფოტო ხომ გამოგიგზავნე? გამოგიგზავნე ძმაო. მე რა გითხარი? რომ ჩუქურიდან ხარ და შავი ბატკნების ნებართვის გარეშე რაღაც საქმეებს ხლართავთ. გახსოვს რა მიპასუხე? არაფერი არ მithქვამს ძმაო. არაფერი? თურმე არაფერი არ თქვამს. ძმაო, ის შავი ბატკნებიც, მათი ოჯახებიც და მოდგმაც სულ ფეხებზე მკიდია. საშინელი ხალხია ძმაო. ხომ მითხარი ფულის ასწრაფოდ მჭირდებაო? ასე არ იყო ძმაო? მუსტაფა, სიმართლე გითხრა ვერ ხვდები რა პრობლემაა. ამ იდიოტმა მანქანის ფოტო გამომიგზავნა. სიტყვაზე ვენდე და ის ფოტო კლიენტს გადავუგზავნე. მან კი მანქანა იყიდა. გილოცავთ. დილაუთენია მოვიდა და კონვერტით ფული მომიტანა. მომაწოდე კონვერტი. ახლა ამ კონვერტს რა ვუყო ჯელასუნ? ვის შევთხარო? ფულს ვერ დაუბრუნებ? რა პრობლემაა, დაუბრუნებ. მაგრამ ფულთან ერთად სხვა რამეც უნდა მივცე. მაგალითად, ჩემი თირკმელი. ის მანქანა ვიღაც პატარა ბიჭმაკი არ იყიდა, მამიკოს ფულით. სერიოზულ კაცს მივყიდე. იმდენად სერიოზულ კაცს რომ შეუძლია ყველა დაგხოცოს. კარგად შემომხედე? ამას მე გეუბნები. ახლა მაინც მივხვდი რა შარში გავეხვიეთ. ამ ხალხმა ხომ ყველაფერი გაჩვენა და აგიხსნა. ქოჩოვალების დროს ყველაფერი სხვანაირად იყო. ასეთ საქმეებში არ ერეოდით. ჩვენ კი თითსაც ვერ გაკარებდით. მაგრამ ახლა სხვა დროა. ყველაფერი შეიცვალა. სახეზე ხელს არ გახლებ ჯილასუნ. მაგრამ გკვირდები რომ ყველა ძვალს გადაგიმტრევ. ჩემი მანქანა მოიყვანე. მეთესთან წავიდე ძმაო. ჯერ გავარკვიოთ ეს ვინ გააკეთა და მე რამე მოვიფიქროთ. ისედაც ვიცი ვინ გააკეთა, რისი გეშინია. ისედაც ვიცი ვინ გააკეთა. პარიკმახერიშვილმა. უნდა რომ ჩვენზე შური იძიოს. მომისმინე. ახლა ნამდვილად საპარიკმახეროში იქნება. რომც არ იყოს აუცილებლად მივა. წადი სახურავზე აზვერი და შორიდან უთვალთვალე, როგორც კი იქიდან გამოვა გამაგებინე. თვალთვალი პრობლემა არ არის, სახურავზე ვერავალ. რატომ ძმაო? სახურავზე ასვლა ხომ გვეკრძალება?
ხო. დამავიწყდა. კარგი, მაშინ ისე უთვალთვალე რომ არავინ დაგინახოს. შენ რას აპირებ? სახლიდან რაღაცას წამოვიღებ და მოვალ. დედა. არ შეიძლება სამუდამოდ ჩვენთან დარჩნენ. მოდი ჯელოსონს დავალაპარაკოთ. ზოლებურად ერთად ვიცხოვრებთ. უკვე შევთავაზე. Geldikleri gün söyledim. როგორც კი მოვიდნენ შევთავაზე. ხომ ხედავ ბედმა ისევ ერთმანეთს დაგვაკავშირა. Tek başımıza yeter. ცალ-ცალკე ცხოვრებას ვეღარ შეძლებ. Beraber. ერთად ყოფნა კარგია. Bak senin de yüzün gülüyor. შენც გახალისდი. Değil mi? თუ მეჩვენება. Nerede bunlar? სად არის? Nerede bunlar? სად არის? Bu kız beni deli ეს გოგო გამაგიჟებს. რა მოხდა? Buradasın. მიხარია რომ აქ ხარ. დავქორწინდით ქარაჯა. Biliyor musun? იცი? Celası. ჯელოსონს ცოლად გავყევი. Biliyorum. რა თქმა უნდა ვიცი. Artık როცა მინდა სახლიდან მაშინ გავდივარ და არავინ იმბრაზდება. ხანდახან ჩვენს ძველ ადგილას წადი ხოლმე, კარგი? Gizli yeri kullanalım. ოღონდ ბებიამ და ოჯახის სხვა წევრებმა არ დაგინახონ. Babaannem falan görmesin. კარგი? Tamam. კარგი. Kızmasın. არ მინდა გავაბრაზა. Albümleri ალბომები სად წაიღე? hangi albüm? დედა, რომელი ალბომები? Anne. დედას ნუ მეძახი. Eyvah. მერთო. Fotoğraf albümleri. ფოტო ალბომებზე გეკითხები. ჩემი შვილების ფოტოების ნახვა მინდოდა და ვერ ვიპოვე. Hatice abla sen... ათიჯე ხომ იცი რაც მოხდა? Sen nereden შენ აქ საიდან გაჩნდი? kızım git. შვილო კარი გააღე. Neresi? ეს ვისი სახლია? Benim ne işim? აქ რატომ ვარ? Abla. დაო, Bazı რაღაც პრობლემები შეიქმნა. Sizin სახლი, თქვენი სახლი. hoş geldin. გამარჯობა. გამარჯობა. Celasun. ჯელოსონ. Anneni de alıp იქნებ დედა ცოტა ხნით გაასეირნა. არ მცალია ქარაჯა. ქარაჯა, სამზარეულო შენ სხვა ოთახში გადი. Ne saklıyorsun? რას sen მალავ? orada? Ne yapıyorsun? რა ხდება? თავი დამანებე ქარაჯა. შემეშვი. აღარ გახსოვს ამასინათ რა გითხარი. Annen iyi değil. დედა შენი და აქ შენი ცუდად არიან. რომელიმე მაინც აიყვანე. არ მცალია. საქმე მაქვს. სასიზღარო მოკლავ. დაო, დამშვიდი. იცოდე მართლა მოკლავ. მომშორდი. რა გინდა გამაგებინე? ხელი გაუშვი. მომკალით. დედა, მომკალით საკმარისია დავიღალე. დავიღალე. აქშენ. İyi misin? როგორ ხარ? Bir şey oldu. რამე ხომ არ İyi misin? გტკივა, როგორ ხარ? Ne oldu? Vurdu mu? რა beni მოხდა anne? დედა? დაარტყა? ჩვენი სახლი დაიწვა. შენმა ცოლმა დაწვა. ანის მომკლავს ან მე მოვკლავ.
დედა გეყოფა გაჩუმდი, გთხოვ გაჩუმდი. Anne. დედა, İyiyim de lütfen. მაშინებ. მითხარი რომ კარგად ხარ. კარგად ვარ. Öyle tekme tokat ყველაფერი vurdu ama. რიგზეა. Akşına bir სახეში yapmadım გამარტყა. misin? მადლობა ღმერთს, აქ შენს არაფერი დაუშავა. რა? Hep sana როგორ çalıştım. ჩანს ჯავრი შენზე იღარა. რომერთო. O zaman beni eve götür. სახლში წამიყვანე. Çocuklarımın resmini... ბავშვების ფოტოები უნდა წამოვიღო. დედა, სად უნდა წაგიყვანო? სახლი მთლიანად დაიწვა, ფოტოები როგორ გადარჩებოდა? იქ იქნება შვილო, იქ იქნება, დამიჯერე, ვიპოვი, არ დაიწვებოდა. დარწმუნებული ვარ, ეს სპეციალურად გააკეთა. იმიტომ რომ საკუთარი ტკივილი დაევიწყებინა. იმიტომ გააკეთა. დედა, გონს მოდი. სისულელეს ნუ ამბობ, გასაგებია? Sen kaldın Celal. ხოლოდ შენ დამრჩი ჯელასო. Bırakma არ beni. მიმატოვო. Beni bırak. არ მიმატოვო, თორე მოვკვდები. Senin kaldın. შენ გარდა აღარავინ მყავს. არ მიგატოვებ, დედა. ნუ გეშინია. არასდროს არ მიგატოვებ. არსად არ წავალ, მაგრამ დამპირდი, რომ აღრმა ნერვიულებ. კარგი. Hadi o zaman. სახლში წავიდეთ. ჩემს სახლში წამიყვანე. ფოტოებს მოუძებნი, აუცილებლად ვიპოვი. ჩემი შვილების ფოტოებს ვიპოვი, სათამაშოებსაც. Oyuncağını თუ ბავშვების ფოტოებს სათამაშოებს ვერ ვიპოვი, ნამდვილად მოვკვდები. bulurum ben. დედა, დედა. მასწავლე ამას როგორ უნდა გაუძლო ჯელასო.
მეგობარო, რამდენს ლაპარაკობ? გაჩვდი და მეც მეთქვევინე. სიტყვას რატომ აწყვეტინებ? მოკეთე ახლავე. მეგობარო, გამიტაცეს. ვიღაც შემოვიდა. ლაპარაკობ, გამიშვი. ხელი გამიშვი. გამიშვი ძმაო. გამაგებინეთ, მაინც თავში რატომ ირთყამთ? ვიხუმრე. მეგობარო, ძალიან მოვიწყინე. თავი რამით ხომ უნდა გავირთო? ხუმრობის უფლებაც არ მაქვს? კარგი. მისმინე. პიცა მაინც შეუკვეთეთ, მოგშვიდა. მისვისაც შეუკვეთეთ. ესეც ასე. ახლა იამაჩის ნომერი უნდა გავიხსენო. ეს რა არის? მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე არ მოგწონს, შენ გამო მაინც გავაკეთებთ. რაშიდ ფეზლულა. მაგრამ იმისათვის რომ გავაკეთოთ, შენობაში შესვლა უნდა შევძლოთ. იქ შესვლაში კი შენ უნდა დაგვეხმარო. საღამოს სახლში ბანკეტს მართავენ, ხომ ასეა? შენობაში ალბათ უამრავი ხალხი შევა. შენ ხომ დაგპატიჟეს? უკვე გთხოვეთ, რომ მე ნურაფერში გამრევთ. არაფერში არ გაგრებთ, ბატონო. უბრალოდ ერთ-ერთი სტუმრის ჯიქეში რამდენიმე წვეთ ჩაასხა. ნუ გეშინია, არ მოკვდება. მხოლოდ მუცელიას ტკივდება. მუცელში უსიამოვნო შეგრძნება და გაზები ექნება. ამიტომ მასთან ახლოს დაჯდომას არ გირჩევ. თუ გინდა რომ ამ საქმეში არ გაერიო, ამის გაკეთება ვინმეს დაავალე. ჩვენთვის მთავარია რომ ერთ-ერთი სტუმარი ცუდად გახდეს. მერე ყველაფერს ჩვენ მივხედავთ. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.